მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. ვიცი, გვიან ვამბობ ამას, უკვე 4 იანვარია, ახლა ჩემთან 3 ღამე, ასე რომ მალე გახდება 12 საათი. მაგრამ ეს ვიდეო მაინც 4-ში დაიდება, ასე რომ ჩათვალეთ, ეს არის ერთდროულად ახალი წლის, ბედობის, შობის, ძველით ახალი წლის და ძველით ბედობის მოლოცვა ერთდროულად. მოკლედ, დიდი ხანი არ ყოფილვარ ისევ და ისევ ბოდიში უნდა მოგიხაროთ, აბა რა დამრჩენია სხვა. 2025 წელი საკმაოდ ძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, არ დაგიმალავთ და კი, ბევრი კარგი რაღაც მოხდა, გთხოვთ არ შეიმჩნიოთ რა თმები რო ასე საშინლად მაქვს. ღამის 12-ის ნახევარია და თმების დავარცხის თავი ნაგნოდარ მაქვს ახლა. როგორც უკვე თქვი, ბევრი კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ ძალიან ბევრი მოხდა ისეთი ბანძობაც, რასაც ვისურვებდი, რომ არ მოხდარიყო საერთოდ და პრინციპში რის გამოც ვერ ვახერხებდი ამდენი ხანი ვიდეოების გადაღებას. ეხლა რა ვიცი, ზოგადად 2025 წელი ვერ ვიტყვი, რომ თად გადასარევი იყო ჩემთვის. ვიტყოდი, რომ 70-30-ზე იყო ბანძობების სასარგებლოდ. მაგრამ რაც მთავარია, აქ ვარ, დავაგრძელებ ვიდეოების გადაღებას, დავბრუნდი YouTube-ზე, დავბრუნდი როგორც კომენტა, როგორც იქნა. და ხო, კიდე მადლობელი უნდა ვიყო დანარჩენი ვიდეოები, რომ გადავიღე, მაგრამ რომ ვიცოდეთ, ამ მომენტისთვის, როცა ამ ვიდეოს ვიღებ, უკვე დასრულებული მაქვს ავატარი თავიდან ბოლომდე, Gravity Falls-ი დარჩენილი მაქვს ბოლო 4 სერია და სპეშალი. რომელიც არც კი ვიცი რა ფორმატის იქნება, მაგრამ გავიგებ. მაგრამ დადებული, ახლა რომლებიც მაქვს, მაგას თქვენ თვითონაც ნახავთ. თუ გვიან ხართ კიდე გადახედავთ, მაგ დროს რა მქონდა დადებული და რა არა, როცა ეს ვიდეო დაიდო. ასე რომ, ხო, ცოტა აირია ასევე გრაფიკიც ჩვენი ვიდეოების, ანუ გამოკითხვები გქონდა მოწყობილი, რაშიც გაიმარჯვეს, ანუ ხო, 4 იყო. რამდენიმე 4 სერიალმა გაიმარჯვა, ეს სერიალები იყო One Punch Man-ი, ბუსსახლის, Scooby-Doo და მეოთხე რა იყო? მძიმე დანაშაული. Короче, Scooby-Doo-ზე უკვე ვთქვით და გადავწყვეტეთ, რომ უკეთესი იქნება. შიგა და შიგ დავდო ხოლმე, როცა მე მექნება სურვილი, ან ჩემს მეგობრებს, ან თქვენ გექნებათ სურვილი, ანუ არ არის ახლა ესეთი სერიალი, რომ გავარდეს და ანუ ნოსტალგიური სერიალია ნამდვილად. მაგაში ვერ შევედავები ვერავის. და საინტერესოც არის ხა, მაგრამ იცით, ანუ მულტფილმები, ანიმაციური სერიალები მაქვს სახს, რა თქმა უნდა, ავატარი, Gravity Falls, ეგერ ბუსსახლი უნდა დავიწყოთ, არ ვკითხოთ როდის, ძალიან მაგას მე ვიტყვი, რა და როგორ. მაგრამ Scooby-Doo მაინც უფრო ისეთია რა, თუ კიდე ავატარი და Gravity Falls-ი უფროსი აუდიტორისთვის არის გათვლილი, ანუ ყველა ასაკის აუდიტორისთვის, Scooby-Doo უფრო წაუბავშვურებს მაგასთან შედარებით. არ ვამბობ, რომ ცუდია, ნოსტალგიის პონჩი ავირჩიე, გამოკითხვა მოვაწყო ახლა ბოლოს და ბოლოს 4 ვერსია იყო და მე მგონი რიკი და მორტიც იყო იქ. თუ არა, რიკი და მორტი მგონი ბუსსახთან იყო. ხო და რა მნიშვნელობა აქვს? იყო 4 ვერსია და უნდა აგერჩიათ ერთ-ერთი, ასე რომ Scooby-Doo გახდა გამარჯვებული. სიბათლე გითხრათ, მადლობელი ვარ, რომ My Little Pony არ გახდა გამარჯვებული, იმიტომ რომ მაგის დარეაქტების თავი ახლა ნახდა არ მქონდა. მაგრამ ხო, ასე რომ Scooby-Doo-ს ხანდახან დავდებ ხოლმე შიგანაში რა. რამე გრაფიკი, მიმდინარე სერიალი, როგორც ასეთი არ იქნება. ხო ვაწერია პლეილისტებზე, ვისაც არ გეზარებათ ნახვა, გეცოდინებათ, რომ აწერია მიმდინარე დასრულებული, გაგიბრუნდებით მე მაგალითად ავატარს ჯერ კიდევ მიმდინარე აწერია, იმიტომ რომ ვიდეოები ფაქტობრივად კიდევ იქნება. უსაშველოებს მეორე სეზონს ველოდებით ასე წერია. თუ იქნება მეორე სეზონი, არ ვიცით. თუ არა და თუ დაგვიდასტურა ზაზა ნოზაძემ, რომ მეორე სეზონი არ იქნება, ერთ შეჯამების პონჩი ჩავწერ ვიდეოს, იმიტომ რომ პირველი სეზონის მე-6 სერიაში ფინალში დავწერე, დავწერე რა ვილაპარაკე ბოლოს
როგორც პირველი სეზონის შეჯამება სერიალის ასე და მთლიანად როგორც სერიალის შეჯამება არ მიესაუბრია საშუალებებზე, იმიტომ რომ არ მეგონა თუ მანდ დამთავრდებოდა და ჯერ კიდევაც არ მგონია დარწმუნებული ვარ, თითქმის დარწმუნებულია რომ მეორე სეზონი იქნება და დავაბრუნებთ. ხო. რაც შეეხება დოროროს დაბრუნება ჯერ გეგმაში არ მაქვს, ერთ დღეს აუცილებლად, მე არ მექნება ისეთი სერიალები არხზე, რომლებსაც დავანებებთ თავს და არასდროს გავაგრძელებთ ყურებას, კი, ზოგიერთები აკეთებენ, იუთუბერები, ვინც რეაქციას იღებენ იქნება, მაგრამ მე ვაღიარებ ეგეთი რაღაც არ მომწონს, ამიტომ დოროროს დავაბრუნებთ, სკუბიდუსს დავამთავრებთ. არ გიგოთ რომ რომელიმეს თავს ვანებებთ. One Punch Man-ს რაც შეეხება, One Punch Man-ის სავარაუდოდ ჩანაცვლებს ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელს ავატარს, რომელიც უკვე ბოლომდე მაქვს დანახი და კიდევ არის ახლა One Punch Man-ზე ხო, ერთს ვიტყვი. როგორც მე ვიცი, მესამე სეზონი გამოვიდა ძალიან ცუდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ IMDb-ში შეფასებას გადავხედე და კინაღამ იმპაქტმა დამარტყა. 1.5, 2.8, 3.4 რა არის ხალხო? IMDb-ზე ცოტა ისინაც ნერვები მაქვს მოშლილი უცნაური ამბების მე-5 სეზონის მე-7 სერიის შეფასების შემდეგ. 5.6 დარჩა საბოლოოდ. მაგრამ კაი, მაგას თავი მივანებოთ. ცნობისთვის უცნაური ამბები ბოლომდე მაქვს უკვე ნანახი და ჩემი აზრით ძალიან მაგარი სერიალია. 10-დან 10 იყო ფინალი. არ ვიცი რატომ არ მოსწონს უმეტესობას და წინა სერიაც ძალიან მომეწონა. რასაც 5.6 აქვს საერთო შეფასება. ხო, იმიტომ რომ დარეაქტება არ მომთხოვოთ, დანახი მაქვს უკვე. შეგიძლიათ ჩემს TikTok-ზე გადახვიდეთ და ნახავთ რომ დანახი მაქვს. ჩავაგდებ ლინკს ალბათ აღწერილობაში თუ არ დამავიწყდა. თუ არა და შევახსენეთ, დამიწერეთ კომენტარებში. რაღაცას ვამბობდი? ხო, One Punch Man-ზე არ ვიცი რატო გამოვიდა ასეთი ცუდი, მაგრამ 5.5-ს კიდე თუ გავუგებ 1.5 რაღაც ძალიან ისეთია დაბალი შეფასება და ვნახოთ, შეიძლება პირველი ორი სეზონის მერე ცოტა ხანი გავაჩეროთ One Punch Man და რამე სხვა ავიღოთ. მაგალითად, იგივე ბუსახლი, იმიტომ რომ ბუსახლის მიმართ ახლა ცოტა უსამართლობა გამოდის, იმიტომ რომ მე პლეილისტზე მიწერია ახალი სერიალის პრემიერა ქონდა 1-2 თვის წინ, მგონი თუ 1 თვის წინ, იგი კეთილი იყოს თქვენი მოგბრძანება დერიში. It Welcome to Derry. და მაგაზე მიწერია რომ ჩანაცვლებს Gravity Falls. კი, Welcome to Derry ჩანაცვლებს Gravity Falls. სიმართლე გითხრათ არ მინდოდა ეგრე გამეკეთებინა, იმიტომ რომ ცოტა უსამართლობა გამოდის, რადგან გამარჯვებული იყო ბუსახლი, ისედაც დაგვიანებული ჰქონდა სხვა რეაქტები და ისედაც მანამდე, როცა ეს გამოკითხვა მოვაწყე, მე მგონი ჩანაფიქრშიც არ იყო ეგეთი სერიალი, ტრეილერიც არ იყო იგის დერის გამოსული. მაგრამ ხო, იცით რას გვეგმავ? რო დავასრულებთ Gravity Falls, ერთდროულად გავაგრძელოთ იგიც და დავიწყოთ ბუსახლიც. არ ვიცი რამდენად მოვახერხებ მაგას, იმიტომ რომ იგიში 40 წუთიანი გერა და 1 საათიანი სერიებია და ასევე მაქვს არხზე მძიმე დანაშაული, რასაც საკმაოდ გრძელი სერიალები აქვს. 45 წუთიანები. და ცოტა გამიჭირდება ამის გადაღება განსაკუთრებით ახლა. მაგრამ შეიძლება გამოგვივიდეს რა. ყოველ შემთხვევაში ბუსახლი აუცილებლად იქნება და თუ ისე გავაკეთეთ One Punch Man-ზე როგორც თქვით, შეიძლება One Punch Man-ი მალე დავასრულოთ და ეგ პრობლემა არ იყოს და მე ჩამოვაცვლოთ ბუსახლით One Punch Man-ი. უბრალოდ რატომ ვამბობ მასე, რომ ცოტა ეჭვმეპარება სავით რომ ბუსახლს ბევრი ნახვა ჰქონდეს რა. საქართველოში არ არის პოპულარული აი საერთოდ. და მიკვირს სიმართლე გითხრათ როგორ გაიმარჯვა გამოკითხვაში. მაგრამ მე თქვენ დაგიმუღამეთ უკვე რომ თქვენო ყველაფერს უნდა ველოდო უცნაურს. ჯერ დოროროზე იყო ეგეთი და მე ბუსახლზე. მაგრამ ხო, მძიმე დანაშაული, ახლა ახსე გვაქვს ოფიციალურად მიმდინარე სერიალებია. ავატარი ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი, Gravity Falls-ი და მძიმე დანაშაული. რიგითობის მიხედვით პირველი, მესამე და მე-7 სერიალები ჩემს არხზე. Scooby-Doo თქვით, ბუსახლი და One Punch Man-ი თქვით, როგორც გადავწყვეტთ ისე,
One Punch Man ჩანაცვლებს Avatars, Welcome to Derry ჩანაცვლებს ქვია მერტო ჩემო Gravity Falls და ძიმე დანაშაულს სავარაუდოდ ჩანაცვლებს რა ქონდა მეოთხე Scooby-Doo მე ვთქვით ბუსახლი ძიმე დანაშაული სადაც მეოთხეა ხო შეიძლება ძიმე დანაშაულის მერე ავიღოთ ისა რა ქვია ბუსახლი მაგრამ ძიმე დანაშაული საქმე ისაა რომ იმასთან შედარებით გვიან დამთავრდება 40 წუთიანი სერიები აქვს თუ 45 წუთიანი და თან Avatars და Gravity Falls ნელ-ნელა ფინალს უახლოვდებით უფრო სწრაფად დაიდება ნანახი მაქვს და უფრო სწრაფად დაიდება ვიდრე ძიმე დანაშაულის სერიები და ისედაც ზოგადად ძიმე დანაშაულში უფრო მეტი სერია დარჩა დასადები იქ დარჩა 20-25 დაახლოებით მაგორ სერიალში თითქმის ერთი რაოდენობით Gravity Falls-ში დაჟე ნაკლები და იქ დარჩა დაახლოებით რამდენი 45-მდე 50-მდე ხო იმიტომ რომ ცოტა უსამართლობაც გამოდის ანუ ფაქტობრივად თუ ისე გავაკეთეთ როგორც ახლა ვთქვი ჩვენ Welcome to Derry-ს ძიმე დანაშაულს და One Punch Man-ს ერთდროულად დავამთავრებთ. შეიძლება One Punch Man-ს მერე კიდე ბუსახლიც გქონდეს დაწყებული. ხო, რავი. კაი აზრია. ახლა მთავარი რაღაც, რის თქმაც მინდოდა. მე რა თქმა უნდა გამოკითხვას მოვაწყობ, მაგრამ ამჯერად ასეთ რაღაცას გითხავთ. კომენტარებშიც დავწერ ამ ვიდეოსი, ვისაც აქამდე ყურება გეზარებათ მათთვის. სავარაუდო პასუხს ვერსიებს, რომელიც მექნება გამოკითხვაზე რა. სერიალების მე უკვე ვფიქრობდი და გადავწყვიტე ასეთი რაღაც, რომ ამ ვიდეოში ვახსენო ვერსიები და რომლებსაც დამეწერთ კომენტარებში, ან რომელსაც მეგობრები მირჩევენ, რა თქმა უნდა, იმათაც ვკითხავთ თავიანთ აზრს, იმიტომ რომ კომენტარებში ძირითადად არაფერს მიწერთ ხოლმე, მარტო გამოკითხვაში იღებთ მონაწილეობებს. და ეს სერიალები არის, ანუ ჩამოვთვლი ახლა სერიალებს და დაასახეთ, რომელი გაგიხარდებოდეთ. ავატარი ლეგენდა კორაზე, Jobs დაურეკოს Souls, Better Call Saul. რა ქვია, სამეფო კარის თამაშები, Game of Thrones. კიდე რა მქონდა ასრად. Amphibia, Ricky და Morty. ეს უკვე ხუთია. რავი, ხუთი ცოტა ამგონი ახლა დასასახელებლად. ну, კაი, მოდი ჯერჯერობით იყოს ხუთი. და ფილმებს დავასახელებო. ფილმზე ერთი რაღაცას ვიტყვი, ისე თქმაც ცოტა მეუხერხულება, მაგრამ მინდა ვთქვა. ჯერ კიდე ჩემი დაბადების დღიდან ერთი კვირით ადრე, რომელიც და ჩემი დაბადების დღე 23 ოქტომბერს იყო, ოქტომბერს, დავარეაქტე K-pop დებონებზე მონადირენი, K-pop Demon Hunters. და სულ მებლოკებოდა ეგ ვიდეო. აი, 5ჯერ თუ 6ჯერ ვცადე დადება და სულ დამებლოკა. აქამდე ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის და შეიძლება არც დაიდოს, შეიძლება დაიდოს, მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხით, როგორც თავდაყირა, ახალი ვერსია. მაგრამ ხო, შეიძლება ლინკიც სპონჩი დავდო, ანუ სხვა საიტზე რომ გავაკეთო ლინკი, მაგრამ რავი, თავდაყირაზე ეგრე არ გამომივიდა. ხო და ის მინდოდა მეთქვა. ფილმებიდან გაგიხარდებოდათ ლაბირინთში მორბენალზე რეაქცია? ანუ სამი ნაწილია ფილმის ვიცი, The Maze Runner და თუ გაგიხარდებათ, შემიძლია დავარეაქტო, ამასაც დავწერე ვიდეოს კომენტარში. ასე რომ ხო. და ფილმებიდან კიდე საყურებელი გვაქვს Dune-ის მეორე ნაწილი და პირველი ნაწილი აღსადგენი ისევ დამებლოკა კი პაპატიეთ, მაგრამ აღსადგენი გვაქვს და უკან მომავალში 3 ასევე საყურებელი. და კიდევ ვფიქრობ, რამე ანიმე ფილმი ვნახო ახლა. აი რო არ მქონდეს ნანახი, კიდე უცებ გადავწყვეტდი ხმის ფორმა, ან შენის სახელი, მაგრამ ერთიც ნანახი მაქვს და მეორეც.
ამიტომ თქვით, რომელი ანიმე ფილმი გინდათ. და მეც ავიღებ მაგას. კაი, მეც აღარაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ წელს, შობას, დედობას, ყველაფერს და შეგახსენებთ, რომ ახლა ცოტა ავიჩქარებთ ტემპს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. გნახავთ შემდეგ ვიდეოში, გისურვებთ საუკეთესო წელს, 2026 იყოს ბევრად უკეთესი წელი ნებისმიერი ჩვენგანისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ვიდრე 2025 იყო. და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.